ტურისტებიც კი გამორბოდნენ. აი ქვეშ შეხვედა ვერ მოხვედა როგორც ეს კოფენილი და ხოლმე აქცია მახსოვსად. კარგია. წვიმაში ტალახი უბედურება და მანქანა ვერ შემოდიოდა. ორი მანქანა ვერ გაიგებს და იქით კიდე ძალიან სიბიძუგე. ანუ კმაყოფილი ხარ? კი. მოხდა რეაბილიტაცია ისტორიული უბანის გვირაბის ქუჩის გზის საფარის, სადაც მოიკირწყლა 1700 კვადრატული მეტრის გზის ფართობი, აგრეთვე მოასფალტდა 800 კვადრატული მეტრის ფართობი, გაკეთდა ანტონ კათალიკოსის ქუჩის მიმდებარე ჩამოსასვლელი კიბეები, 65 კვადრატული მეტრი ფართობით, ბაზალტის ქვით მოპირკეთდა, ეს ჩემი ბავშვობის დროიდან მახსოვს თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო ეს კიბეები და ეს ქუჩაც და სრულად ამ სამუშაოებში დაიხარჯა 180,000 ლარი. ეს ძალიან კმაყოფილი ვარ ხოდაშორის და მინდა რომ ვთქვა ის რომ ამ ქუჩაზე ნაღრად ფეხეთაც მოსილოცაც კი უკვირდათ რომ როგორ გავიარო და ეხლა დღევანდელობაში ძალიან სერიოზულად გაკეთდა ეს ქუჩა განათებით ყველაფერი სხვადასხვა შემოსვლები დადიან ამ ქუჩაზე და შვილიშვილები და ეშინოდათ იქიდან ამოსულა რომ აი ვიღაცა არიან ლოთების არიან სპოთების არიან თელავი არა ბოლო და ისე რომ იქიდან ეშინოდათ ხომ ამოსულა რომ ეხლა მე რა თლათ ესე რატომ უნდა შეშინებული უნდა თავიანთ ქუჩაზე მაგრამ მაინც დაბნელებული იყო და რაღაც განათთან ჩვენერად ლამაზად არის